მოგესალმებით, მე თენგო შვაკიძე ვარ, იგივე შემოქმედი. აი საკუპატე ხორცი არია, კატაკლიზმა არ გეგონოთ. უბრალოდ იმდენად იშვიათად იცის ხოლმე ესე ჩემს წინ წამოგორება, რომ ეხლა აღარ ავაგდე, მაგრამ სავარაუდოდ მალე რაღაც წამოვulis და წავა. ამ ვიდეოს ვწერ იმიტომ, განათება არ გამიფუჭო. ამ ვიდეოს ვწერ ჩემი ერთ-ერთი გამომწერის თხოვნით, რომელმაც ასეთი რაღაც მითხრა, რომ რესტარტის ღილაკის შემდეგ საერთოდ დავკარგი აზრი რა ხდება და მოვლენებს ვეღარ მივყვებიო. ამიტომ გადავწყვიტე, რომ მოდი ჩავწერ ვიდეოს, სადაც მე თვითონ პირადად ვისაუბრებ იმაზე თუ რა ხდებოდა, ახლა რა ხდება სერიალში და რა გეგმები მაქვს დათარსულებთან დაკავშირებით. მაშინ დავიწყოთ. სიმართლე გითხრათ, ბოლო დროს რომ ვიდეოებზე მსგავს ტიპის კომენტარებს მიწერენ ხოლმე, ცოტა მგონია, რომ შეკრულები ხო არ არის ეს ხალხი, იმიტომ რომ აი მე-6 სეზონს რომ გადავხედოთ, მაგალითად, აი საერთოდ ისეთი არაფერი არ ხდება, აი მაგალითად ტიპი რომ დასვა და პირდაპირ მე-6 სეზონის ყურება რომ დააწყებინო, არაფერზე პრობლემა არ შექმნება, ჩვეულებრივად გაიგებს რა ხდება, იმიტომ რომ რაღაცები მე-6 სეზონიდან უკვე შევცვალე, მაგრამ სანამ ამ ყველაფერს შევეხებით, მოდი თავიდან დავიწყოთ, ხო? ესე იგი, ყველაფერი დაიწყო საიდან? ყველაფერი დაიწყო იქიდან, რომ პოლიკას ქათმების ფერმა აჩუქეს, ბაბუამისმა, რომელიც უკვე მკვდარი აღარ არის სხვათა შორის, მაგრამ სად არის ეგეც არ ვიცით. აქედან გამომდინარე პოლიკა იწყებს ბიზნესს და საქართველოში ბიზნეს დაწყება ესეთი მარტივი ამბავი არ არის, ძმებო. იმიტომ რომ ყოველთვის გამოჩნდება ვიღაც შენი კონკურენტი, რომელსაც არ მოწონხარ, ყოველთვის გამოჩნდება ვიღაც, ვინც ეცდება რომ დაგარეკეტოს. ტიპიური ქართული ამბავია რა. როგორც იყო მაგალითად ჩლიფინა, რომელიც დღემდე სხვათა შორის თავის საწყალ ძმას ეძებს. იცით რომ ჩლიფინას ძმა აი ეს ტიპი არის, აი თავში რო ხო ემაილმა იმსხვერპლა. მე ვიგებ რომ ჩლიფინას უფროსები არიან შავი ქათმები. შავი ქათმების უფროსი არის თავად განდრონი. განდრონის უფროსი კი არის კობა. აი ეს ყველაფერი გაიწერა დაახლოებით 2 სეზონით უსწორად მახსოვს. ყველაფერი საკმაოდ მარტივად იყო. ნუ კი მართალია, ვერ ვიტყვი რომ პარალელურ სამყაროებს და ასეთ რაღაცებს მაშინ არ ვეხებით, იმიტომ რომ კობა პირდაპირ მნიშვნელობით სულ სხვა რეალობიდან გადმოვიდა, მაგრამ მაინც ხო ყველაფერი შედარებით ბევრად უფრო მარტივად იყო. შემდეგ კი მოვიდა მესამე სეზონი, სადაც ვიხილეთ ბოროტმოქმედი, რომელიც აი როგორ ითქვა, რომლისგანაც ბულბულატორი არ ამოუყვანიათ და ასე არ დაუმარცხებიათ, ან ბოროტმოქმედი, რომელიც არ გამხდარა რეპერი, ან უბრალოდ აზრი არ შეუცვლია და მსოფლმხედველობა არ შეუცვლია იმის გამო, რომ თვალები ჩაუწითლდა, თუ ხდებით რასაც გულისხმობ. ეს იყო ცოტა განსხვავებული, ნამდვილი ბოროტმოქმედი, რომელიც თარსულას მთელ მოსახლეობას შეესია და მათი უმეტესობა პირდაპირ მნიშვნელობით სიზმრის სამყაროებში კომაში გამოკეტა. ამ სეზონმა სხვათა შორის ისე კარგად წაიღო და იმდენად დაინტერესებული იყო ხალხი, რომ ვიფიქრე, რომ შეიძლებოდა ეს უნდა ყოფილიყო სწორედ სერიალის მიმართულება. ეს უნდა ყოფილიყო ფენტეზის, კომედიის, აბსურდიზმის, ცოტა თეორიული ფიზიკის ნაერთი. თან საკმაოდ საინტერესო იყო, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი ძალიან დაძაბულია და ყველაფერი ძალიან არეულია, სერიალში მაინც გამუდმებით ვხედავდით აბსურდულ სასაცილო სცენებს, ასევე პერსონაჟებს, კამეოებს რეალური ცხოვრებიდან. ყველაფერი მიდიოდა იდეალურად. შემდეგ გადავედით უკვე მე-4 სეზონზე. ჩემი აზრით მე-4 სეზონი უკვე იმით განსხვავდებოდა, რომ ისევე როგორც ისტორია მაინც ასეა თუ ისე გასაგებად მიდიოდა, ასევე ანიმაციის სტილი შედარებით წინა სეზონებთან დახვეწილი იყო. ამ სეზონში მთელი ამბავი ტრიალებდა ფუკუნდუსისა და კატაკლიზმის მიმართ და სხვათა შორის ამავე სეზონში გავაკეთე ისეთი რაღაც, რასაც ზოგადად ცდილობდი ყოველთვის და ახლაც ვეცდები, რომ არ შევეხო, ეს არის დროში მოგზაურობა. და ეს დროში მოგზაურობა სხვათა შორის ისე გავაკეთე, რომ შენ დროის შეცვლა არ შეგიძლია. ანუ ფაქტიურად დროში მოგზაურობაც გამოვიყენე ისე კი არა, რომ მოვლენები შემეცვალა. არამედ უბრალოდ იმისთვის, რომ აი წარსულში რაღაც ემოგზაურდათ პერსონაჟებს და აქედან გამომდინარე ვფიქრობდი, რომ საინტერესო სერია გამოვათქო. რა მივიღეთ ბოლოს? როგორ მორჩა ეს სეზონი? აი ამ სეზონის და შემდეგ სეზონის შორის კი არის ცოტა გარდამტეხა და იგრძნობა, რომ ხალხი ცოტა მოვლენებს ჩამორჩა. ამიტომ მოდი ზუსტად ვისაუბროთ რა ხდება რესტარტის ღილაკის შემდეგ. მაშასე ბიჭები, მას შემდეგ რაც ფუკუნდუსმა მთელი სამყარო და დედამიწა უბრალოდ დაადუღა, ყველაფრის გამოსწორებას ახერხებენ ასე. დადიანების სასახლეში, ზუგდიდში, პოულობენ რესტარტის ღილაკს, რომელზეც სხვათა შორის პოლიკა არ სეზონების განმავლობაში ლაპარაკობდა და ამბობდა, რომ მეგრელებსო რესტარტის ღილაკი აქვთო. რაც საბოლოოდ სიმართლე აღმოჩნდა, რესტარტის ღილაკს თხოვეს, რომ სამყარო გაეხადათ ისეთი, როგორც იყო ფუკუნდუსამდე, ანუ ვინც მკვდარი იყო, ჩვეულებრივად უნდა გაცოცხლებულიყო, განადგურებული დედამიწა უნდა აღმდგარიყო და უბრალოდ ცხოვრება გაეგრძელებინათ ისე, რომ თითქოს ფუკუნდუს სამყარო არ გაუნადგურებია. რას ვხედავთ? აწვევიან რესტარტის ღილაკს, ყველაფერი ფეთრდება და
და უცებ ხედავთ ამ დალაგებულ სამყაროს, სადაც არაფერი განადგურებული არ არის. ასევე ყველას აქვს ინფორმაცია იმაზე, რომ ბიჭებმა სამყარო გადაარჩინეს, პოლიკას გარდა, რაზეც ვაიმე რა ამბავი ატყდა მაგაზე გახსოვთ? არ ვიცი, თელი ისინი live chat-ის კომენტარები ელებით აივსო. იმიტომ რომ ხალხმა უბრალოდ ვერ აიტანა, რომ რას ქვია პოლიკას, რას ქვია ეს როგორ გაუჩალიჩეო რა. მომენტებში ხო გავიწყდება ხოლმე უბრალოდ სერიალია და ხანდახან ესეთი რაღაცები საჭიროა ინტრიგისთვის, რომ აი მე მაშინვე დავწერე კომენტარებში, რომ კი შეიძლება ცოტა პროჭულად გამოუვიდათ პოლიკასთან, მაგრამ ეს საშუალებას მიცემს რას, რომ შემდეგ სერიებში რაღაც ისეთი გააკეთოს, რითაც ეცდება, რომ თავისი აი ღირებულება და ის დამსახურება, რომ მე სამყარო გადავარჩინე, აღიდგინოს და დაიბრუნოს. ამიტომ მივიღეთ შემდეგი არაჩვეულებრივი სერია, სადაც პოლიკა და პაჭო ერთმანეთს პირდაპირ მნიშვნელობით MMA ბრძოლაში უპირისპირდებიან. სადაც ვიხილეთ რეფერენსები როგორც მერაბის ინტერვიუებიდან, ისე ილიას ინტერვიუებიდან და მოკლედ ძალიან ვიხალისე ამ ეპიზოდის შექმნაზე. ამასობაში რა ხდება? იმ ყველაფრის ფონზე, რომ პერსონაჟები აკეთებენ თავისთვის დამახასიათებელ სისულელეებს, მაგალითად ემაი ლიმიტის გუბაზის მოსაპარად სვანეთში, პოლიკა და პაჭო MMA ბრძოლაში ჩხუბობენ, პოლიკა აკეთებს აპლიკაციას, რომელიც გინებისა და ლანძღვის შემდეგ ადრესატს პირდაპირ უგზავნის ბოდიშის წერილს. სხვა შორის ამაზე ძალიან ბევრი ადამიანი მეკითხებოდა, ნამდვილი აპლიკაცია ხო არაო? იცი რა არის, დავფიქრდებოდი ესეთი რაღაცების გაკეთებაზე, მაგრამ თქვენ ეგრე იცით ხოლმე, დაწერთ ხოლმე კომენტარებში რაღაცას და მე თუ ვიჩალიჩებ სუფეხებზე კიდიათ, ასე რომ არა ეს აპლიკაცია ნამდვილი არ არის და არც არ ვიტყვი, არც იქნება თქვენ ხა შეიძლება რაღაცა წამომიაროს თავში და მაინც გავაკეთო, მაგრამ ხო ეს აპლიკაცია რეალური არ არის. მოკლედ ამბავი იმაში არის, რომ პერსონაჟები თავისი ჩვეული რითმით მიუყვებოდნენ დინებას, მაგრამ ამავდროულად ვიგებთ, რომ მთელ დედამიწაზე არის შემოჭრა, ეგრეთ წოდებული რობოტების შემოჭრა. ეფსიკაზე, მაშინ როდესაც დევი ცდილობდა, რომ სნაიპერი ეყიდა, რობოტმა ჰოლოგრამამ დევი ჩაანაცვლა. ეფსიკიდან დაბრუნების შემდეგ დევი, ნამდვილი დევი, აღარ ყოფილა. ის იყო უკვე ნუგოტრონი, ანუ რობოტების მეთაური და უფროსი. რობოტების თელი გეგმა მდგომარეობდა იმაში, რომ მათ უნდა ჩაენაცვლებინათ თითოეული თარსულას მაცხოვრებელი და ნამუსიც დიდად არ აწუხებდათ იქიდან გამომდინარე, რომ ეფსიკაზე მათ იქაურმა მაცხოვრებლებმა ზუსტად იგივე გაუკეთეს. მათი მთელი მიზანი ადამიანების ჩანაცვლება იყო, თუმცა რა თქმა უნდა გეგმა ისე ვერ წაუვიდათ, როგორც უნდათ, იმიტომ რომ თარსულას მაცხოვრებლებმა დაიწყეს მიხვედრა, რომ მათ რობოტები ანაცვლებდნენ. აქედან გამომდინარე, რობოტებმა გადაწყვიტეს, რომ დამალვას და ნელა მოქმედებას აზრი აღარ ქონდა და ჯობდა სრულ მასშტაბიანი შეტევა დაეწყოთ. ზუსტად ამიტომ ხედავთ უზარმაზარ რობოტებს სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის თარსულას თავზე და პირდაპირ ქუჩებში იწყება ბრძოლა იმისთვის, რომ მათ ჩაანაცვლონ ადამიანები და დედამიწაზე თავად იცხოვრონ და იბატონონ. ამ დროს რა ხდება? არცაიდან ჩნდება მთვრალი მაჯიკა, რომელიც სხვათა შორის გალოცდა მას შემდეგ, რაც გაიგო რომ დროში ვერაფერს ვერ შეცვლი. აი გახსოვთ დროის მჭრელი რო გამოიყენა და კატაკლიზმამ რო უთხრა რომ შეუძლებელია. შენ დროის ხაზში ვერაფერს ვერ შეცვლი, ყველაფერი ისია, როგორც უნდა იყოს. იცი რა, შემიძლია ამაზე ვისაუბრო და თუ ძალიან გაინტერესებთ მაჯიკა რატომ გალოცდა, შემიძლია ამაზე ცალკე ვიდეოც დავწერო, მაგრამ მე ისეთი რაღაც არ მინდა გამოვიწვიო, რომ ვერ ვიგებთ რა ხდება და ძალიან ახლართე ჩახლართეო, მაგრამ მაჯიკას გალოთება პირდაპირ უკავშირდება იმის გაგებას, რომ მას დროში ცვლილებების შეტანა არ შეუძლია, ამა პირდაპირ დეპრესიაში ჩააგდო. ასე რომ მეხუთე სეზონის ბოლო სერიებისკენ უკვე ვხედავთ, რომ მაჯიკა ჩნდება გაახეული მთვრალი და ბიჭებს ეხმარება რობოტების დამარცხებაში. თავისებურად ის რომ თარსულაც ფაფრიანი ფასკუნჯია, მან უნდა დაიცვას როგორც მოსახლეობა, ისე განსაკუთრებით ბავშვები და ქალაქიც, ამიტომ ის რობოტებს მარტივად ამარცხებს, თუმცა აქ ერთ რაღაცაშია საქმე. გახსოვთ მომენტი, როდესაც პაჭო ეუბნება მაჯიკას, რომ სახში წამიყვანე, რომ მინდა აკუსტიკის გიტარები ავიღო, რომლითაც რობოტებს დავამარცხებო. აი სწორედ აქ ხდება რაღაც, რაც მხოლოდ იმის გამო მოხდა, რომ მაჯიკა იყო მთვრალი. მაჯიკა იყენებს შელოცვას და პაჭო მიყავს სახლში. ანუ თავისი ჭკუით, ანუ ავტომატურად მთვრალ გონებაზე იყენებს შელოცვას და ფიქრობს, რომ აი ხა მინდა გავხსნა პორტალი პაჭოს სახლში. პაჭოს სახლი რეალურად ამ სამყაროში არ ყოფილა. ალბათ სავარაუდოდ ზუსტად ამან დაგაბნიათ, რომ ვერ გაიგეთ ან ის სამყარო ცალკე რატო იყო და ან ეს სამყარო რა იყო. სავარაუდოდ ამანაურია ყველას გონება, ამიტომ ნება მომიცით, რომ ახლა კარგად და დაწვრილებით აგიხსნათ, თუ ზუსტად რა მოხდა. როდესაც ბიჭებმა
რესტარტის ღილაკი გამოიყენეს. ამ ყველაფერს სხვადასხვა სერიალშიც ვიგებთ, მაგრამ მოდი მაინც კიდევ ერთხელ გავიმეოროთ. როდესაც ბიჭებმა რესტარტის ღილაკი გამოიყენეს, რესტარტის ღილაკს ესე ყველაფერი არ მოუწესრიგებია. რესტარტის ღილაკი ადგა, შექმნა ანალოგიური რეალობა, აი იმ რეალობის, სადაც ბიჭები იყვნენ, მას შემდეგ რაც დედამიწა განადგურდა, იმ რეალობის ანალოგიური რეალობა. ოღონდ განსხვავება იყო მხოლოდ ის, რომ ამ კონკრეტულ რეალობაში ფუკუნდუს დედამიწა არასდროს გაუნადგურებია. ასე რომ გადარჩენილი ჩვენი ბიჭი პერსონაჟები აიღო და ამ რეალობიდან, სადაც განადგურებული დედამიწა დატოვეს, გადაიყვანა იმ რეალობაში, სადაც ფუკუნდუს დედამიწა არ გაუნადგურებია. იქ მაცხოვრებელი ბიჭები კი პირიქით აქეთ. ანუ რეალურად ისე გამოვიდა, რომ თითქოს რესტარტის ღილაკი რამეს აგვარებდა, მაგრამ სინამდვილეში საკმაოდ ბოროტული ღილაკია. იმიტომ რომ ისა რამეს კი არ აგვარებს, უბრალოდ ქმნის პარალელურ რეალობას, სადაც არაფერი არ მომხდარა, ხოლო უკვე დამახინჯებულ და დაქცეულ რეალობას ისე ტოვებს რა, მოგვარების გარეშე. ზუსტად ამიტომ ხედავთ, რომ როდესაც პაჭო ეუბნება მაჯიკას, რომ სახლში წამიყვანეო, რეალურად პაჭოს ნამდვილი სახლი წინა რეალობაშია. იმიტომ რომ ისინი ამ რეალობაში რესტარტის ღილაკით იყვნენ გადმოსრულილები. ეხლა რო ლაპარაკობ, მაინც ალბათ კომენტარებში დამიწერთ, რომ ვერ ვიგებო. ანა ნუ რაც არის ეგარი. ზუსტად ამიტომ მაჯიკას პორტალი იხსნება მათ ორიგინალ სამყაროში. და თავი ამოყვეს ზუსტად იქ, სადაც ფუკუნდუსმა ყველაფერი გადაწვა. ასე რომ ბიჭები ისევ ბრუნდებიან ჯოჯოხეთში, ისე უწევთ ფუკუნდუსთან დაპირისპირება და იმის გააზრება, რომ თურმე სინამდვილეში რესტარტის ღილაკს არაფერი არ მოუგვარებია. ანუ მეცაც გეტყვით, ანუ უფრო მეტად რომ ჩავწყვდეთ სიტუაციას. აი გახსოვთ ის მომენტი ჯოჯოხეთში რომ არიან და ემაილი რომ ჩანს და რაღაცებს რომ ბურტყუნებს, რომ ესენი რას და მიშავებენ და მე წიწაკაზე ვარ მიჩვეული და ნუ ასე შემდეგ. რა ალბათ გემახსოვრებათ. ამათ გონიათ ბიჭო ახლა ცხელ ლავაში ჩამაგდებენ და დამსჯიან ვითომ. 1 2 და 3 მეგრულ წიწაკაზე ვარ გაზრდილი ბიჭო, ლავა დამწვავს მე. ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ ამ სამყაროში, პირველ სამყაროში, როდესაც ფუკუნდუსმა დედამიწა გაანადგურა, აი ყველანი მოკვდნენ რა. და ნუ რა თქმა უნდა, ეხა ემაილმა ჯოჯოხეთში ამოყო თავი, ზოგი ალბათ 60-ში წავიდო და მაგრამ საქმე იმაშია, რომ ამ სამყაროში ყველა მკვდარი იყო ბიჭების და მაჯიკას გარდა. საბოლოო ჯამში ნუ შემდეგ უკვე რაც მოხდა, ალბათ იგებთ რომ ეშმაკი ამარცხებს ფუკუნდუს, ეშმაკს უბრალოდ ჩვეულებაში უნდა და გასვლა და ამ დროს ფუკუნდუსმა თურმე დედამიწა გადაწვა, რაც გეგმის ნაწილი არ იყო და ეს არ უნდა იქნა. აქედან გამომდინარე ეშმაკს ჭირდება რომ დაიბრუნოს სადავეები, ამიტომ ამარცხებს ფუკუნდუს და ათავისუფლებს კატაკლიზმას, რომელიც თავაზობს ესეთ რაღაცას. ყველაფერს მე თვითონ გამოვასწორებ ამ და მეორე სამყაროს ერთმანეთს გაუერთიანებ და ყველაფერი ისე იქნება, თითქოს ნუ არც არაფერი მომხდარა და დედამიწა არ განადგურებულაო. ამიტომ კატაკლიზმა იყენებს თავის მაგიას, აერთიანებს ორ განცალკევებულ სამყაროს, მათ შორის პერსონაჟებსაც, აი თუ დააკვირდებით, ზუსტად ამიტომ არის რომ ემაილი ძახის, რომ ორი სხვადასხვა მოგონება მაქვსო რა. ერთი მოგონებები არის ის, რომ ერთ სამყაროში დაიღუპა და ჯოჯოხეთშია და მეორე მოგონებები არის მეორე სამყაროში, სადაც უკვე სვანებმა დაიჭირეს, ტრაქსინაზე იყო წასული და მთელ სტადიონს ბუღი გადაატარა, როგორც თვითონ ამბობს. 1 2 და 3 ბიჭო გამართლა არ მჯერა ჩემმა კუილმა სამყარო გადაარჩინა. მაგრამ ბიჭო ორი მოგონება რატომ აქვს? ერთი რობოტებთან ბრძოლები და პლანეტებზე სიარული და მეორე ჯოჯოხეთში ვიყავით ჩვენ, დავიბენი ცოტა. და საბოლოო ჯამში მივედით იქამდე რომ ყველაფერი ისევ დალაგდა და მწყობში ჩადგა. იცი რა არის, ეხა ამდენ ლაპარაკში მე თვითონაც ხვდები, რომ კი შეიძლება საკმაოდ ახლართულად ჟღერდეს ყველაფერი. ზუსტად ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება, რომ მე-6 სეზონი ძალიან აღარ უნდა ამებურდა და დამებურდა და დამებრუნებინა ტიპიური კლასიკური დათარსულების ფონი. სადაც პერსონაჟები მიდიან თავგადასავალზე, სერიაში იქნება ბევრი რაღაცა, რაც აი ზოგადად რეალობაზე დაგაფიქრებს, ასევე ძალიან გაგაცინებს, ასევე იქნება საინტერესო სახალისო ისტორია და ყველაფერი ამით დასრულდება. იმიტომ რომ მე-6 სეზონიდან ჩათვალეთ, რომ ეს არის ახალი ფურცელი და ნებისმიერ თქვენი მეგობარი, აი უბრალოდ რომელსაც არ უნდა ხავს დათარსულები, რომ დასვათ. და მე-6 სეზონიდან დააწებინოთ ყურება, არაფრის გაგებაზე პრობლემა არ შეექმნება. ასე რომ როცა მიწერთ, რომ აი რაღაცებს ვეღარ ვიგებთ და ძალიან აიხლართაო, უკვე ლოგიკაში აღარ ჯდება აი ყველაფერი, იმიტომ რომ მე-6 სეზონს დიდათ არ ჭირდება, რომ ყველა წინა სერია გახსოვდეს, ხვდებით? ბევრად უფრო კლასიკური დათარსულების სტილში მიდის მე-6 სეზონში სერიები და ასეც ვაპირებ, რომ გავაგრძელო. და ხო მივედი იმ გადაწყვეტილებამდე, რომ ჯობია რაღაცები ზედმეტად არ ავხლართოთ.
ისე მაინც მე გირჩევთ, რომ თუ რამეს ვერ იგებთ, აი მეხუთე სეზონს თავიდან ბოლომდე ერთ ჩაჯდომაზე უყუროთ და უფრო მეტად გაგიადვილდებათ რაღაცების გაგება და ასევე უყურეთ აი ამ ვიდეოს. და ზოგადად ცალკე ვიდეოებს რომ ვაკეთებ ხოლმე სადაც განხილვებია და ასე შემდეგ, ამ ვიდეოებს თუ უყურებთ, ძალიან ბევრ რაღაცას გაიხსენებთ ხოლმე და ძალიან ბევრ რაღაცა ამოტივტივდება თქვენს გონებაში, რაც ადრე ხდებოდა დათარცულებში და აღარ გახსოვდათ. არ ვიცი, ხა რამდენად დალაგებულად და კარგად ავხსენით. ჩემს არაფერი ძალიან რთული არ არის. კი, მესმის რომ სერიები ცოტა გვიან იდება და აქედან გამომდინარე ისტორიაზე დაწევა იყო რთული და აქედან გამომდინარე რაღაცებს ზოგი მაყურებელი ვეღარ იგებდა კარგად. თუმცა დაგამშვიდებ და გეტყვით რომ ხო მე-6 სეზონში ეს პრობლემა აღარ იქნება. შეგიძლიათ უბრალოდ ჩაუჯდეთ მშვიდად წყნარად. მე-6 სეზონში არ ექნება დიდად მნიშვნელობა იმას თუ რა ხდებოდა 5 სეზონის წინ. აქ მოვლენები იწყება ჩათვალეთ ახალი ფურცლიდან. ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ რაღაც აჯაბსანდალი ვიდეო არ გამომივიდა და მართლა ნორმალურად ავხსენი რაღაც. თუ რამე ვერ გაიგეთ, კომენტარებში კითხვები დამიწერეთ და მე მათზე პასუხს გაგცემ. თუ მართლა ეს კითხვები იქნება ისეთი, რაზეც მე ამ ვიდეოში არ მისაუბრია, ან გამომრჩა, ან კარგად ვერ ავხსენი. ასე რომ ესეა მეგობრებო. ჩვენი დათარცულები ისევ დათარცულები არიან, ისევ სიგიჟეებს გააკეთებენ, მათი საყვარელი სპორტი ისევ კრისტალბეტ ეროვნული ლიგა იქნება. ეს არის და ეს. უბრალოდ ჩაუჯექით, ისიამოვნეთ და დაატკბით ახალი სეზონით. ხო, სხვათა შორის თვის ბოლოს დაიდება მე-6 სეზონის მესამე სერია, რომელიც ჩემი აზრით ძალიან სახალისო იქნება, ასე რომ დარჩით ჩემთან და დაელოდეთ პრემიერას. ასევე არხზე დადებულ ვიდეოებსა და დაწერილ პოსტებს მიაქციეთ ყურადღება, იმიტომ რომ ზუსტად აქედან გავიგებ თუ რომელ საათზე და რომელ დღეს იქნება ახალი სერიის პრემიერა. აბა, დროებით გემშვიდობებით. ლაიქის და subscribe-ის გაკეთება არ დაგავიწყდეთ.